ვინ ვარ მე? ხელოვანი ადამიანი, რომელიც ყველაფერს, აბსოლუტურად ყველაფერს უყურებს მაგ კუთხით, ხელოვანის კუთხით. ჩემთვის ოჯახი არის მთავარი პრიორიტეტი და მეორე ალბათ ხელოვანი. ხელოვანი თვითონ როგორც ასეთი პიროვნება, ვფიქრობ, რომ ეს არის რაღაცა მაინც განზოგადოებული რამე, უფრო განყენებული და შეიძლება ეს სადღაც თავისთვის არსებობდეს. ხელოვნება არის ის სამყარო, რომელსაც შენ თვითონ ქმნი. რაღაც უზარმაზარი ძალა, რომელიც როდესღაცა ვიღაცამ ჩაუნერგა ადამიანს, რაც კი ესეთი აზროვნება ჩამომიყალიბდა, ეს ალბათ 3-5 წლიდან უკვე ესეთი დამოუკიდებელი, აი მაგ დროიდან ხატავდა, მაქვს ჩანახატები. პირველი ნამუშევარი მახსოვს წლინახევრის ვიყავი, მამაჩემის პორტრეტი დავხატე. ამაში ვიპოვე რაღაცა ჩემთვის რაღაც საინტერესო სამყარო, რომელიც დღემდე მიყვარს და ძალიან დიდ სიამოვნებას ვღებულობ მთელი ცხოვრების მანძილზე. რო ჩამოვედი ბორჯომიდან და მინდოდა აკადემიაში მოწყობილიყავი, მაშინ იყო ძალიან დიდი კონკურსი. და მირჩიეს, რომ ყველაზე ნაკლები კონკურსი არისო კერამიკაზეო. მე თქვი, ჩავაბარებ, ახან ალბათ ჩემი ბედი ეგ არის მეთქი და მართლაც ესე მოხდა, რასაც მე აბსოლუტურად არ ვნანო პირიქით. ძალიან დიდი დრო მჭირდება. იქამდე სანამ ფუჭს დავიჯერ. შინაგანად განწყობა მჭირდება აუცილებლად. მჭირდება რაღაცა დროც. აი ეს დაგროვილი ემოცია რო გადმოვცე. მე შემიძლია ეს შევადარო, აი რაღაც აი სიყვარულს შემიძლია შევადარო. ზუსტად ესეთი მოწიწებით უდგები მე ამ ჩემ ნამუშევარსაც და საერთოდ შრომას. თითოეული ნამუშევარი როგორც პატარა ფილმივითამაკ ან პატარა რაღაცა მოთხრობასავით. ალბათ მინდა აი სამყარო წარმოვადგინო, რაც მაქვს შინაგანად და რისი განცდაც მაქვს. ხელოვანი სულ ფიქრობს იმაზე, რას შექმნის. ყვილა ისე არაფრის გაკეთება არ შემიძლია, ისე აი არც გამოვა. ეს არ არის ნიფტი, ეს არის სული, იმიტომ რომ ის თავის სულიდან გადმოდის და იმ რახან შენ ფიქრობ ამაზე, ეს უსულო საგანი აღარ არის. ძალიან დიდხანს ვატარებ ჩემში იმას, რაც უნდა შევქმნა. მე რაც კი რამე ჩამიფიქრებია, ყველაფერი გამიკეთებია. არ ყოფილა ისეთი რამე, რომ რამე არ გამომსვლოდა. სიყვარული არის ძალა უზარმაზარი. ძალიან დიდი გრძნობა, დიდი სითბო და დიდი სიკეთე. ორ ადამიანს აბსოლუტურად სხვადასხვა მდგომარეობაში, სხვადასხვა ადგილას მყოფს, აახლოებს და იზიდავს. გარდა მაგისა არის ძალიან დიდი მეგობრობა. ჩვენ ვართ ორი ადამიანი, რომელმაც შექმნეს ოჯახი და რომლებიც ერთნაირად იზიარებენ უზარმაზარ ტვირთს, რომელსაც თვითონ ატარებენ. ჩვენ რაღაცნაირად, იცით, კი არ უშლით ერთმანეთს. ვავსებთ, მე ვიტყოდი და მე ვფიქრობ, უფრო ორკესტრს გავს ჩვენი ოჯახი ამ შემთხვევაში. ის ყოველთვის ჩემს გვერდში არის და ყოველთვის მაგის რჩევა საქვს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა და მე მაგის სიტყვის მჯერა ყოველთვის. მე შემიძლია ვთქვა, რომ აი უფრო აი ფილოსოფოსის ხედვა გიას უფრო თავის ნამუშევრებში და ძალიან ღრმა. ოთარი არის უნიკალური ხელოვანი. აქვს ძალიან საინტერესო ხედვა როგორც დიზაინერი, ანუ შეუძლია შექმნას ნებისმიერი ნივთი, რა თქმა უნდა, პირველი შემფასებლები ჩვენ ვართ ერთმანეთის, ესე გამოდის.
ჩემი წარმატების ფორმულა არის შრომა. ეს არის ყოველდღიური სასტიკი შრომა. მაგრამ ეს შრომა, რომელიც დიდ სიამოვნებას გვანიჭებს ყველას აბსოლუტურად და პირადად მე. არ არის ეს მხოლოდ ფიზიკური შრომა, მხოლოდ ხატვა, მხოლოდ კერამიკა და ასე შემდეგ. ეს არის ყველაფერი ერთად, სინთეზია ეს და როგორც ასე ვთქვათ, შრომობ და ვქმნი, ასევე ჩემ თავზე შრომობ, რომ მე ის შევქმნა მე. ისე რომ ცალკე არაფერი არ გამოდის.